ყველას მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. დღეს მექნება ვლოგი. დიდი ხანია ვლოგები არ ჩამიწერია. ცოტა გადავეჭვიე კამერას. ხო და რა ვიცი, აბა ვიცდები დღეს ჩავწერო ვლოგი და ისევ ჩავერთო ჩემს YouTube არხში აქტიურად. ძალიან დიდი ხანია არ ყოფილვარ YouTube-ზე. რაღაცა პერიოდი იყო, დაკავებული ვიყავი სხვა საქმეებით და ხო იცით რომ გადადებ, მერე რთულია ესე დაწყება, მაგრამ არა უშუალოდ არ შევიმჩნიოთ ეს ამბავი და გავაგრძელოთ ჩვეულებრივად ვლოგების დადება ისე ვითომ აქაც არაფერი. მოკლედ მანამდე მინდა რომ ცოტა მოგიყვეთ რაღაცეები, რა ხდებოდა, ისე მოკლედ და მერე უკვე გავაგრძელებ დღევანდელი ვიდეოს გადაღებას. სანამ მოგიყვებით, მანამდე რა ხდებოდა, ეხლა ესე გამოვიბრანჭესავით. მინდა რომ ჩავიდე მაღაზიაში, რაღაცები ვიყიდო. ცოტა ზედმეტი მომივიდა მაღაზიისთვის, მაგრამ რაღაცეად მომინდა. მაქვს ხოლმე ესეთი პერიოდები, როცა მომინდება ხოლმე მაკიაჟის გაკეთება. ხანდახან თითქმის საერთოდ არ ვიკეთებ ხოლმე მაკიაჟს, ძალიან ისეთ მინიმალურს, თუ ჩასასვლელი ვარ სადმე, მაგრამ ეხლა რაღაც მომინდა ესეთი ფერადი მაკიაჟის გაკეთება და ძალიან მომწონს, როგორც გამომივიდა. მოკლედ ეხლა ჩავალ, ვიყიდი რაღაცებს და დღეს მინდა გავაკეთო წვნიანი, ხორციანი. დღეს გავაკეთებ ხორციან ბორშს. აბა რა ვიყიდე? მოვედი და ნახოთ აბა ეხლა რა ვიყიდეთ. მაღაზიებში ვიყავით ორნაბიჯში, მაგნიტში და რაღაც უსახელო მაღაზიაში. ეხლა გაჩვენებთ რა ვიყიდეთ ორნაბიჯში. აი ესეთი შავი პური, ესეთი მომწყინდა ცოტა არ იყოს ის ლიტური და რაღაც ახალი ვიყიდეთ. ნუ ეს ჩვეულებრივი თეთრიც ვიყიდეთ. კომბოსტო. ეს როგორც თქვი, ვაკეთებ ხორციან ბორშს. აი ეს ვიყიდე უსახელო მაღაზიაში, უბნის მაღაზიაში, აი ესეთი თუ მიხვდებით რა არის. ეს არის სარეცხი ფხვნილი, კერძოდ ტაიდი, 100 ტონი. აი ძალიან მაინტერესებდა, ძალიან მინდოდა ამის გასინჯვა, კარტენუარის ნალექიანი ყავა, ძალიან მაინტერესებს. და იმედია რომ მომეწონება, ზოგადად კარტენუარის უნალექო ძალიან მომწონს და ნალექიანიც მაინტერესებს. პრეზიდენტის კრემყველი, მე მგონი ლორეთ არის. კი, წესით კი, ხო, სვიჩინოი. ესეთი მжнარი ყველის ფირფიტები ბურგერებისთვის. 100 ტონი ხაჭო ვიყიდეთ, ეს ძალიან უყვარს მარიტას. 100 ტონი ხაჭო ძალიან გემრიელი არის, ეს ერთი პარკი. მეორე ორი ნაბიჯის პარკი. კვერცხი, აი ესეთი. ორადილის სტეიკი. ამას ხშირად ვყიდულობ ხოლმე, გვიყვარს ძალიან. ასევე 100 ტონი არაჟანი, მაკოფე, თუ არ ვცდები 10 ცალი არის შიგნით. ესეთი ვერმიშელი და ასევე მაგნიტის პარკი. ნახოთ რა ვიყიდეთ მაგნიტში. აი ესეთი ნესკვიკი, რძეები, 2 ცალი. კარტენუარის ყავაზე დასაყოლებელი შოკოლადები. ერთი არის პრინციპში ორივე ესეთი არის გრძიანი და ესეც ბორშისთვის სტაფილო და ჭარხალი. ხორჩა. ესეთი
ნაყიდობები მქონდა დღეს. აი ესე მოვკალათდი, ჩემი ძვირფასებო. მოკლედ სანამ ხორცი იხარშება, ცოტა ხანი წაგეჭორავებით, მოგიყვებით რაღაცეებს. დაახლოებით 2 კვირა არ დამიდია ვიდეო, ძალიან ცუდი არის, მაგრამ ვერ მოვახერხებ ვერანაირად არ ვიცი, კამერას ვერ ვიღებდი ხელში. არ მქონდა მაგისი არც დრო, არც ხასიათი, რაღაცნაირად გადართული ვიყავი სახლის ამბებზე. რაღაცები გადავარჩიე, ტანსაცმელები, ზაფხულისები ამოვიღე, ცოტა ახლოს დავდე ძალიან ზაფხულისები, ცოტა შედარებით ისეთი მოკლე მკლავიანები, რომლებიც ეხლა შეიძლება რომ ჩავიცვათ მთელმა ოჯახმა, მოკლედ ეგეთები ახლოს დავდე, რა თქმა უნდა. კარადაში შევალაგე უკვე, ხოლო ძალიან სარაფნები და ძალიან ზაფხულის რაღაცები ცოტა ახლოში დავაწყე და ზამთრის ტანსაცმელები, კურტკები, პალტოები, ეგეთი რაღაცები ძალიან შორს ჩავდე. იმედია რომ აღარ დაგჭირდება, იმედი მაქვს რომ მაისი უკვე ჩადგება მწყობრში და აღარ აცივდება. ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთი ამინდებია რომ ცოტა ვერ გაიგებ, მაგრამ მაინც იმედი მაქვს რომ ისე ძალიან აღარ აცივდება, რომ ახლა რაღაც ის დაგჭირდეს თბილი სვიტრი ან რამე, ასე რომ გადავალაგე, გადავაწყე ეს ტანსაცმელები, ამას დრო ჭირდებოდა. ყოველ დღე რაღაცებს ვარჩევდი, ვასორტირებდი ტანსაცმელებს. ზოგი რაღაცები მოვაშორე სახლიდან, რაც ნამდვილად არ მჭირდებოდა და მოკლედ გადავეწყე ისევ მინიმალიზმზე, ძალიან მინდა რომ მივყვე, თუმცა რა თქმა უნდა ეს ზომიერად რა, ეხლა მთლად ძალიან მინიმალიზმში ვერ გადავვარდები, იმიტომ რომ ეგეც არ ზის ჩემში, მაგრამ მაინც ვცდილობ რომ რაც არ მჭირდება, ისინი არ ვიქონიო სახლში, რაც არ მჭირდება, ის არ ვიყიდო. მოკლედ ეს ყველაფერი ძალიან კარგად უნდა გაიაზრო და ისე უნდა გააკეთო, იმიტომ რომ როცა არ ვიაზრებ, მერე გინდა არ გინდა ისევ გროვდება სახლში არასაჭირო ნივთები. და სახლი ივსება ესეთი რაღაცები და მე მართლა რაც გჭირდება, იმისთვის ადგილი აღარ არის სახლში. ამიტომ ეხაც არ მოვჭი, სხვადასხვა კატეგორიებში ვალაგებ ყველაფერს, ვცდილობ რომ ზედმეტი რაც არის ყველაფერი გადავყარო, ან ვინმეს მივცე და ასე შემდეგ. მოკლედ ესეთი რეორგანიზაცია მაქვს სახლში, ამიტომ რაღაცნაირად არ მეცალა ვიდეოებისთვის. ჩაწერაც არ მინდოდა ამ ყველაფრის, იმიტომ რომ კი კარგი იქნებოდა, საინტერესო შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ძალიან დიდი დრო მიაქვს და ფიზიკურად ვიცი რომ ვერ მოვასწრებ, რომ თან ჩავიწერო, თან გავაკეთო ეგ ყველაფერი, თან მერე დავამონტაჟო, დავდო, არ ვიცი რომ მაგას ვერ ვიზავ, მაშინ გამეწელება ძალიან დიდხანს არის და მე როცა რაღაცა მინდა, იმ წამს მინდა ხოლმე და მოკლედ დავისახე მიზნად ესე განთავისუფლება არასაჭირო ნივთებისგან და მოკლედ ეს დღეებია აი ესე ნელ-ნელა ვალაგებდი რაღაცებს. პლუს ამას კიდევ რა თქმა უნდა ბევრი რამე მქონდა დასარეცხი და არ ვიცი რაღაცნაირად რო არ ვიყავი აღდგომის დღეებში, ეთყობა მე ცუდი ამინდებით დაემთხვა და ძალიან ბევრი რამე დამიგროვდა დასარეცხი და ბრახ და სარეცხი მანქანა გამიფუჭდა, მეგობრებო, აი ესეთ ყველაზე საჭირო მომენტში. ისედაც რაღაც ხმები ქონდა უკვე ჩემს სარეცხი მანქანას. მაგრამ მაინც და მაინც ამ პერიოდში გადაწყვიტა რომ მომკვდარიყო და მოკლედ გამომეცალა ხელიდან ეს ნაფერები დაახლოებით, რა ვიცი, 17-18 წლის ინდეზიტი ჩემი. ძალიან დიდხანს მემსახურა მართლა პატივს მივაგებ ჩემს მანქანას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანი მქონდა და არაფერი არ ჭირდა, არ დაჭირვებია არასდროს და ეხლა აი ეს რაღაც ხმებს გამოსცემდა, ბოლოს უკვე ძალიან აყრირდა და ნუ მე მივხვდი რომ რაღაცა ხდებოდა და გამოვიძახეთ. ხა და მოკლედ აი ესე გაგვიფუჭდა მანქანა. ცოტა გადავიღე და შეგიძლიათ ნახოთ რაღაც კადრები.
სარიცხი მანქანა გაგვიფუჭდა და ეხა იყო ხელოსანი და თქვა რომ არ გაკეთდება. ჩვენ ჩაგვაკვდა ხელში ჩვენი სარიცხი მანქანა. 15 წელია თუ მეტი უკვე მაქვს. ჩემი ინდეზიტი. გაფუჭდა ბოლოს ბარაბანმა უმტყულა. მაინც გაფუჭდებოდა. აღარ ტრიალებდა. წერან ხელოსანი იყო მოსული და რაღაც ნაწილის გამოსვლა შეიძლებაო, მაგრამ 250 ლარი დაჭდებაო. და მერეც გარანტიას არ გაძლევთ, რომ კიდე რამე არ დაჭირდებაო. ასე რომ გირჩევთ ახალი იყიდოთ ან მეორადიო. ხოდა მე ახლის ყიდვასაც ვაპირებდი ახლა მომავალში, მაგრამ ეხლა ესე უცებ არა. ამიტომ ეხლა არ ვიცი რა ვქნა. ხოდა აი როგორც ნახეთ, აი ესე გავაცილეთ ჩვენი ტურფა ინდეზიტი. გაწუნდა ეს თელი დღე ესე წვიმს. ხან გადაიღებს, ხან ისე ვიწყებს. ესეც ჩემი ბორში. მოკლედ წეგან ვერ დავამთავრეთ ხრობა ჩემი სარიცხი მანქანის შესახებ. ეხა დავამთავრე სადილის მომზადება, რაღაც სახლის საქმეებიც გავაკეთე და მოკლედ ისევ განმარტოვდი ოთახში და გავაგრძელებ მოყოლას. მოკლედ რა ბედი ეწია ჩვენ სარიცხის მანქანას. მოკლედ ჯერჯი ჩავფრით. ბევრი აღარ გვიფიქრია. ძალიან ძველი იყო ეს სარიცხი მანქანა. და მოკლედ გადავწყვიტეთ 250 ლარით გადაახდას, მაგრამ ახალი არა. გვეყიდა მეორადი, ოდნავ მეტი დაგვემატებინა და მოკლედ დროებით გვექნებოდა სარიცხი მანქანა კარგ მდგომარეობაში და ისე კი მინდოდა ახალი სარიცხი მანქანა. ზოგადად მინდა, მაგრამ ჯერ არა. ცოტა მერე ვაპირებ ყიდვას, მაგრამ ამ წუთას არ ვაპირებდი საერთოდ. ამიტომ რახან ისე მოხდა, გადავწყვიტეთ რომ მეორადი გვეყიდა და მოკლედ ლაშამ ნახა რაღაც მაღაზიები. მეც მანამდე ინტერნეტში ვნახულობდი რაღაცეებს და ერთდროულად მოკლედ მე რაღაც მანქანის ფოტო გავგზავნე, მე იმან რაღაც გამომიგზავნა და ესე გარჩევდით და მე მინდოდა ცოტა დიდ კილოგრამიანი, ანუ ბევრი სარიცხი ჩამეტიოს. მე მქონდა 5 კილოგრამიანი და მინდოდა ცოტა დიდი, რვიანი მაინც. მაგრამ ლაშამ რომელიც ნახა 6 კილოგრამიანი იყო, მაგრამ ძალიან კარგი არისო. ანუ იმ ბიჭმა უთხრა, ვინც ყიდიდა, ნაცნობი არის და მოკლედ ეგურჩია, რომ ძალიან კარგი არისო Samsung-ის მანქანა. ხო, მოკლედ ეგ მითხრა ლაშამ და მე რაც ვნახე ის იყო 8 კილოგრამიანი, მაგრამ მე მგონი სადღაც შორს იყო. პლუს მაგას ტელეფონზე რო დაურეკა რაღაც არ მოიწონა ლაპარაკი, რო იცი. და მოკლედ აღარ გავრისკეთ და სულ სხვა ადამიანთან აღარ ვიყიდეთ და ვიყიდეთ ეს 6 კილოგრამიანი, მაგრამ ესეთი სანდო მანქანა, სარიცხი მანქანა და ძალიან მომწონს ჯერჯერობით. რა თქმა უნდა გაჩვენებ. აი ესეთი სარიცხი მანქანა არის, მეგობრებო. როგორც ხედავთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, მართლაც ახალივითა, ვიზუალურადაც და ისედაც მშვენივრად მუშაობს. და 6 კილოგრამიანია, რაც מחარებს, იმიტომ რომ ოდნავ დიდი ადგილი აქვს იმაზე, ვიდრე მქონდა. აი აქ ვრეცხავ დიდ ადიელას, საწოლის გადასაფარებელს. მომწონს ის, რომ ეკრანზე ჩანს რამდენი წუთი დარჩა, სანამ დაასრულებს რეცხვას, ეს არ ქონდა ჩემს წინა მანქანას. და ასევე ძალიან კარგია, რომ ბევრნაირი რეცხვის რეჟიმი აქვს, მაგრამ ყველაზე ხშირად, რა თქმა უნდა, ვიყენებ სწრაფ 29 წუთიან რეჟიმს. აი ესეთი როგორც ნახეთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში არის, ახალივით არის და დროებით გამომადგება, იმედი მაქვს, დროებით კი რა, როგორც მითხრა, ძალიან დიდი ხანი იმუშავებს კიდეო და სანამ ახალს არ ვიყიდი და მომავალში ალბათ მე ახალსაც ვიყიდი.
ასე რომ ესე შევცვალეთ ჩვენი სარეცხი მანქანა და იმის მერე ეს დღეები როგორც ვამბობდი სულ რაღაცებს ვალაგებდი და თან პარალელურად ვრეცხავდი დღეში ორჯერ ვრეცხავდი ხოლმე ისანამ ზოგჯერ როცა კარგი ამინდი იყო როცა არ იყო აღარ გამირეცხია და მოკლედ ნელ-ნელა მივლაგდი ნერვებს მიშლიდა უკვე ეს თბილი ტანსაცმელი და ეხლა მიხარია რომ ყველაფერი გადავასორტირე აქეთ-იქით, ასე რომ ვიდეოს ჩაწერის ხასიათზეც მოვედი. ორი ვიდეო მაქვს დასადები, რომელსაც შეგპირდით და აუცილებლად დავდებ ამ დღეებში და რა ვიცი, აბა დანარჩენსაც მიყვებით ცხოვრებას და როგორც იქნება, ისე იქნება. მარიტამ რა მოუმზადა მამას? რა დესერტი? ანუ რა არის ეს მარწყვი, ბანანი, ნაყინი და ზემოდან მოყრილი შოკოლადი მოხერხილი. შოკოლადია თუ პეჩენია? ორეოს პეჩენი ნაყინებში. აი. პროსტა ნახე. მარიკა სიყვარს ესეთი ესთეტიური რაღაც. შენ კიდე მეუბნები ბორში ჭამეო, ბორში ნახე რა გააკეთა. მე ბორში შეჭამე და მაგასაც ეს დესერტია ძირფასო ბორშიც მე ზნა მივიდა.